დაგეგმილ მშენებლობასთან ყველაზე ახლოს 15 სართულიანი საცხოვრებელი სახლია. ამ ამბის მთავარი გმირიც ეს კორპუსია, რომელიც ექსპლუატაციაში 2012 წელს შევიდა და მასში 110-მდე ოჯახი ცხოვრობს. სამშენებლო მოედანსა და ამ კორპუსს შორის დაშორება დაახლოებით 8-9 მეტრია. თავდაპირველად პირველი რაც შემიძლია გავიხსენო 20-23 წლის შემოდგომა იყო, ალბათ სექტემბერი-ოქტომბერი, როცა მე-14 სართულზე ვცხოვრობდი, მე-14 სართულზე, ხო, გრევა რო დაიწყო. კვირების განმავლობაში ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მიწისძვრა იყო და ვერ გებულობდი რა ხდებოდა. მაშინ დავიწყე პირველად და მაშინ დავინტერესდი ვინ არის ჩემი მეზობლები, იქნებ ჩემ ბინას აქ რაღაც პრობლემა და მიწისძვრა არის თუ რაღაც, სახლიდან მუშაობა მიწევდა და დავიწყე ინფორმაციის მოძიება, რამე ხომ არ მოხდა ქალაქში, მიწისძვრა ხომ არ იყო თუ რა ხდება. მე გავრეკე, იმიტომ რომ მეგობრებსაც მივწერე და არაო მიწისძვრა საიდან გაქანებსო და აშკარად ეს კარები იხევა ასე. ვფიქრე, კაი მომბეჩვენა. მე მეორე დღესაც კიდე და მე მართლა ერთმანეთის რო გავიცანით, რომ ჩამოვედით ხალხი რო რა ხდება. ჩვეულებრივად, ანუ ღამე დაწინებისთვის გარწევდა ჩვეულებრივ როგორც არაფერი. აკვანივით ვიყავით ლოგინში რო დაწვებოდით. იგივე შეიძლება გქონდეს აბსოლუტურად ო აი კი 2-3 თვის განმავლობაში ბიზგები იყო ჩვეულებრივი. მეზობლები ამბობენ, რომ 2024 წლის გაზაფხულზე მათ ბინებში ბზარები შენიშნეს.